დღევანდელი დღის მადლი, დღევანდელი წმინდანების მადლი, წირვის მადლი, დღეს სენება არის 20,000 მოწამეს, რომელიც ნიკომიდიაში აღესრულნენ შობის დღეს დაწვეს, ტაძარი ჩაკეტეს და ძალიან დიდი ტაძარი იყო და ამ პერიოდში და გამოაცხადა იმპერატორმა, რომ უნდა მოსულიყვნენ ამ დღეს სპეციალურად, რომ თაყვანიესად კერპებისთვის წარმოიდგინეს და ხალხმა რა თქმა უნდა ზურგი აქცია ამ ყველაფერს ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა და 20,000 კაცი შეიკრიბა ტაძარში წარმოიდგინეს და ჩატარდა წირვა, ეზიარდნენ ბევრი კათაკმეველი იყვნენ, ანუ მოსარათად გამზადებულები, იქვე ჩატარდა ნათლობები და აი ესეთ აკეთეს, ესე ამუქეთეს კარები და ამუწეს 20,000 ქრისტიანი. წარმოიდგინეთ როგორი ხედვა იყო, როგორ უყვარდათ წირვა, როგორ უყვარდათ ღმერთი, როგორ სულს არსებდნენ ეშმაკის ყველა მანქანებას. ყოფდებით, აი ჩვენც ეგეთი ბრძოლები გვაქვს რა, ჩვენ შეიძლება დღეს არ ხავაზობენ კერპების წამოდი ეხლა თქვა კვირა დღეს, ან დღესასწაულებზე წირვა, რომელსაც წარდება ტაძარში, შეიძლება არ მეუბნებიან წამოდი და კერპს ეცი თაყვანი, მაგრამ ეშმაკის სხვა რაღაცებს აკეთებს ისე რომ წირვაზე არ მოგიყვანოს. ყოფდებით, ხან რას გამოგიჩენს, ხან სიზარმაცე წამოვა, ხან ზოგი რამდენს უთქვია, რომ ერთი დღე მაგ დასვენება, მოდი ეხლა დავისვენებ. დასვენების დრო ჩვენ არ აქვს. როგორც სამსაკური და იმით რომ ჭამდა, სვავდა, იმით რომ უვლი ოჯახს და სამ უფროსმა რომ გითხრას რომ დასვენების დღეს რო იყოს და გითხრას რომ უნდა იმუშაო, ხო, რას იტყვი ახლა, იმიტომ რომ დარჩები მშიერი. და ყველაფერს გააკეთებ, რომ იქ მიხვიდე. ხალხი ზოგი არის ყოველდღე მუშაობა. ამიტომ დასვენების დრო არ არის, დავისვენებ ჩვენ, როცა წავდგებით ღვთის წინაშე და თუ ცხონდებით, აი მაშინ მოხდება დასვენება. ამიტომ ჩვენ ეშმაკი ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანები მოწყვიტოს ქრისტეს. და წირვა, ეს არის ყველაზე დიდი რამე, დასკი დედამიწაზე შეიძლება რომ ავსრულდეს. ყველაზე დიდი რამე არის. იმიტომ რომ ქრისტე იწირება და ქრისტე მოგვიწოდებს. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, აი სახარებაში ესეთი ფრაგმენტია, რომ მაცხოვარი აღყვება ესეთ რამას, რომ მამამო, ესე იგი ბატონმაო, დაპატიჟაო თავის შვილის ქორწილში ხალხი. ეს ქორწილი არის ზუსტად წირვა, სულიერი ქორწილი. თავისი ძის ქორწილი. და მოწოდებულები, დაპატიჟებულები ვარ და ხალხმა მიზეზები თქვა, ზოგმა ის თქვა, რაღაცა ვიყიდეო და უნდა გამოცადო როგორ არის, ზოგმა ქალაქში ვარ დასასწრელიო, ზოგმა ცოლი მომყავდა. ანუ მიზეზები იყო რა და მიზეზები თქვეს და ნახეთ როგორ ამოსმერე უფალი და განრისდა ბატონი. იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი სიცოცხლე. აქ არის გადარჩენა. და აქ არის ჩვენი მარადიული ცხოვრების დასაწყისი და დასასრულიც აქ უნდა იყოს ეკლესიაში. და ჩვენ როგორ ავართ, იცი, რომ მარტო ამ სოფლიურზე ხო მარტო ამაზე ვფიქრობ და ზოგი ისიც უნდა, ესეც უნდა, ცხოვრებაც უნდა, ყოფდები და არაფერი არ გამიგეს. როგორ ამბობს მაცხოვარი, რომ ესე იგი ორ ბატონს ვერ ემონება. ან უნდა შეიყვარო ქრისტე და ღმერთი და ჭეშმარიტება და ამის თავდადებული ქრისტიანი უნდა იყო და უნდა იყო ერთგული, ან ეშმაკთან ხარ. ამიტომ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიმუშაოთ ჩვენ და არა, მაცხოვარი რას ამბობს, 6 დღე იქმოდე, ერთი დღე ღმერთს მიეცი თაყვანი, ღმერთს მადლობა გადაუხადე, რომ უფალო შენს გარეშე არაფერი შემიძლია. ერთ იტყვის და ჩაგაგდეთ ლობი, ერთს ბინებებს და მოვა ისეთი სნეულება, რომ დამთავრდება შენი ყველაფერი. ერთს იტყვის და მისი დაგებულებით წარდგები გახვალ ამ ცხოვრებიდან და დამთავრდება შენი ცხოვრება. ხვდები? ამიტომ არის რომ ხო შეიძლება პირიქით ეთქვა, რომ 6 დღე მე მემსახურე და 1 დღეში არა. ერთში ვარ, ჩვენ ოჯახები გვყავს, ცოლი, ქმარი, შვილები, სამსახური საჭირო ყველაფერი, მაგრამ ის ერთი დღე უნდა გამონახო, ერთი დღე უნდა ქრისტეს შეუდგე, ერთი დღე უნდა მოხვიდე აქ და თან ერთი დღე წლიანი დღეს ვინაკეთებს, ხო? რომ 1 საათი ნახევარი რომ მოხვიდე, 1 საათი რომ მოისმინო ეს საოცარი ღვთაებრივი მსახურება. ღვთაებრივი სიტყვა მოისმინო, ყოფდები სახარება მოისმინო, რასაც ქრისტე შენი ჭეშმარიტი ღმერთი გელაპარაკება, წარმოიდგინე. ამას ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აი ეს რაღაცა იმიტომ გავამახვილე ამაზე ყურადღება, რომ აი თითქოს სულ ეს ხდება ეს პრობლემები რა, დაზარება, სიზარმაცე, იქ რაღაცა მოიცა მერე მივალ, ეხლა დღეს არ წავალ, ხვალ წავალ და ის ამ კვირას მოდი დღეს დავისვენებ ერთ კვირას და მოდი შემდეგ კვირას წავალ. შემდეგ კვირა შეიძლება აღარ დაგიდგეს. შემდეგ კვირა შეიძლება აღარ დაგიდგეს. არ რაღაცა შევცოდავ და ახსარე მოდი მერე ვიტყვი ახსარებას. შეიძლება მე შემდეგი ახსარება აღარ იყოს. და წმინდა მამები გვაფრთხილებენ, რომ აი ესეთი აზრები, ბოროტი აზრები და რომელსაც ჩვენ ვიღებთ, რომ აი მოდი მერე ვიტყვი ახსარებას, მოდი მერე გადავდებ ახსარებას. ან მერე როგორ აკეთებენ, იცი? თქვათ
ორშაბათია და რაღაცა ცოდვა ჩაიძინა და შაბათს უნდა მოვიდეს აღსარება უნდათ და შემდეგ დგება და ორშაბათს ხო ჩაიძინა მაინც ხო უნდა თქვა აღსარება მოდი სამშაბათზე ჩავიდეთ ოთხშაბათზე ჩავიდეთ ხუთშაბათს და წმინდა მამები მეუბნებიან რომ ერთი არ დაუშვებს ამასო და არ გათქმევინებს აღსარებას და ისე გაგიყვანს ამ ცხოვრებიდან იმიტომ ეს მაიმუნობა ეს მზაკვრობა არის უკვე თუ შეცოდე და ნანობ და გინდა რომ აღსარება თქვა მაშინ იმ წუთშივე უნდა ყველაფერი გააკეთო რომ მიხვიდე და სინანული გამოვა. ყოფდები და ანუ რაღაცა ჭეშმარიტი ქრისტიანები უნდა ვიყოთ ჩვენ და აი ამ წმინდანებს უნდა ვიუბადოთ. არ წავიდნენ და კერპებს არ სიკვდილზე წავიდნენ, სიკვდილზე. დაამთავრეს ცხოვრება საშინელი და ყვავნით მოწყვეტილებზე ბოლით გაიგუდნენ ეს 20,000 ქრისტიანი. შენს აი ეს გეზარება და ესე ხო არა უფალო დიდება შენს საქმეს ადექი ძალით წამოდი და რომ მოხვალ და შემოაბიჯებ ეკლესიაში მიხვდები რომ გაიმარჯვე შენ ეშმაკის აი ამ რაღაცას და ისეთი სიხარული შემოვა რომ მე რამდენს ვთქვია რომ კიდე კაი წამოვედი ეკლესიაში კიდე კაი ვიყავი იქ შეიძლება იმ დღეს მოხდეს შენი გადარჩენა იმ დღეს მოვიდეს ისეთი მადლი შენთან შენ გულს ისე შეეყოს იმ დღეს როდესაც გეზარებოდა და მაინც წამოხვედი რომ აი ის იყოს შენი მაინც მარცხა ყველაფერი რა რამდენი ყოფილა შემთხვევა ეხლა ჩემ გლობის პრაქტიკაში რომ მოსვლა რომ აი საერთოდ არ ვაპირებდი ეკლესიაში მოსვლას და აი აქ რაღაცა ისეთი სხვა მოვისმინე რომ აი დავიწყეთ უკვე ეკლესიურ ცხოვრება ჩემი ცხოვრება დაბადების დღეზე მივდიოდი შაბათი დღე იყო და ჩემ მეგობარმა გამომიარა და მივდიოდი დაბადების დღეზე საერთოდ არ ცხოვრობდი ქრისტიანად არც ოჯახი მყავდა ქრისტიანი ოჯახი. ნუ ეხლა მონათხრობები ვიყავი და ესე აღრომას როგორც ესე არაფერი ისეთი რა ეკლესიაში ჩვენ არ დავდიოდით აღსარებას არ ვამბობდით საერთოდ არ წირებდი არაფერი და ჩემმა მეგობარმა გამომიარა დავით ბერძენიშვილმა და თვითონ წამო დაბადების დღეზე წავიდეთო და მივდიოდით დაბადების დღეზე და რაღაცა საქმე მაქვს და მაშინ ბეთლემში იყო მამა ალექსანდრე და იქ ავედი საღამოს ლოცვა იყო და ბნელობდა რაღაც ისეთი მოგროვი ისე იყო 5-6 რაღაც წუთები იყო და ბოლო პერიოდზე ცოტა ჩამონებული ტაძარი იყო გახსოვთ ბეთლემი და ეს კანდელების შუქი და სიჩუმე იყო და შევედი ამ ტაძარში და შევედი მე თვითონ ადროს ეკნა ეკლესია მე თვითონ დავაგვიანდება ეხლა იქ ველოდება ხალხი ისედაც დავაგვიანებს რაღაცას ვიმარშვები და ხო და შევედი ამ იმაში მანცუთუ მაგრამ მაინც მივედი და ვიდექი და ის მამაოსთან შევიდა მამაოსთან რაღაც დაუნდა და სადება აღარ მახსოვს ეხლა მამაოსთან შევიდა და მე ვიდექი და ანუ სახურება მიდიოდა და ისეთი საოცრება იყო იმ მომენტში რომ ესეც რა პირველად მოხდი ესეც რაღაცაში და მე მაშინ თქვი იმ წუთში ვთქვი რომ არაფერი აღარ მინდოდა აღარ დაბადების დღე მინდოდა აღარ პროსტარება არაფერი აღარ მინდოდა არაფერი ელემენტი ჩვეულებრივ შაბათი დღის ლოცვა მიმდინარეობდა მამა ირაკი გარდაცვლილი კალანდაზე ლოცულობდა და თან იმას ისეთი ხმა ჰქონდა და რამე თუ თქვა ეს დიდე მაგრამ ახსოვს დიდება მაღალიანი იყო რომ დიდება შენდა რომელმა მოვფინე ნათელი და ნუ ისეთი რომ ისეთი სიხარული მიგზები რომ ამის გავითიში დავარდი და რომ გამოვიდა დათო და წავიდეთ თუ ეხლა მითხრა მაგრამ მე არ მოვდივარ მე არ უნდა დავჩემეთქი და აღარ მინდა დაბოდებ წავიდეთქი და რას ამბობო და აი ესე წავიდა ისე და მე დავჭი ხედავ აი ის ერთი მისვლა ის ჩემი ერთი მისვლა იყო რომ მე აი ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა ყოფდები და სხვანაირად დავიწყე ცხოვრება აი ეს არის ამიტომ ამბობ წირვას აი ამ ღმერთი განსაკუთრებულად აი მოქმედებს აი საკურებებში და განსაკუთრებული სხვა მადლი არის აი წირვის პერიოდში იმიტომ რომ წარმოიდგინეთ რა ხდება რომ თელი ზეცა ჩამოდის თელი ზეცა არის აქ და ქრისტე განისვენებს წარმოიდგინეთ ჭეშმარიტი ღმერთი რაღაც სიმბოლიკა კი არა რაღაცა ეს რაღაცებს ამახინჯები ჭეშმარიტი იესო ქრისტე არის აქ თლიანად და თელი ანგელოზ და გუნდი კერუბინები სერაფიმები წარმოგიდგენთ რა ხდება აქ ჩვენ სულიერი თვალი არ ვიგებთ აქ რა ხდება და კიდევ ყოველთვის ვამაყვრებ და ჩვენ რადიაში ვართ ხოლმე ამ პერიოდში ლაპარაკობთ თურჩულები იმართა სულ აი ეს არის არა გაჩუნდი განილი გაჩერდი შუმათი ყავთ სახურების დროს არ ამოვიდა ვიღაცა რაღაცას უთხარი და არა ჯობი აწენილ იმას და არ გასცე პასუხი ვიდრე ღმერთის წინაშე შეცოდო და აქ წელიწადში ერთხელ შედიოდა მღვდელმთავარი ტაძარში საკურთხეველში წარმოიდგინე გახდება რა საშიში იყო იქ შესვლა რომ წელიწადში ერთხელ შედიოდა მღვდელმთავარი იმაში წმინდათაში და შენ აგერ გახარ აი 5 მეტრაში გახარ წმინდათაში კი არა მთელი ზეცა არის აქ წარმოგიდგენთ აქ რა ხდება რა მდგომარეობაში უნდა ვიყო და
არ ილაპარაკო წყნარად ჩვიდად და აი ამ გაგებით ვიყოთ რა რომ მადლით ახსენებები წავიდეთ მე საფრთხე ჩვენი ოჯახებში და რაღაცნაირად ჩვენი სული გადარჩეს. მერტმა ინეროს რომ ესეთი ჭეშმარიტი ქრისტიანები ვერ